შორეულ გალაქტიკაში დაბნეული ხალხი მომგებიანი კოეფიციენტების ძიებაში აწყდება სხვადასხვა რესურსს. ამ ქაოსში გამოჩნდა ორი დეტექტივი, თავისი საქმის უბადლო მცოდნე გალაქტიკის ორმა ჯედაიმ ჰუმანოიდების დახმარებად დაისახა მისნად. გაზეთებიდან დაწყებული ინტერნეტ სივრცით გაგრძელებული და ინსაიდერული ინფორმაციით დასრულებული ყველაფერი იშიფრება იმისთვის, რომ დედამიწელები მოგებაში დარჩნენ. გამარჯობა მეგობრებო, მორიგი გამოძიების დროც მოვიდა, ისევ რა თქმა უნდა ბატონ მიხეილი, პავლიკა ლუკა თქვენთან ერთად ვარ და დღესაც შევეცდებით რომ რაღაც საინტერესო ვიყოთ, რაღაც წინაზე მე პირადად ჩემები ძალიან აურიე და კიდევ ერთხელ მტკიცდება ის ჩემი მოსაზრება, მოდის გიხდით რომ ესე პირდაპირ ჩავერთე და არ გაცლით მისალმებას, რომ რო არ ვიცი წინასწარ ვინ არის მსაჯი, იმას არ უნდა შევეხო რა. იმიტომ რომ ჩემი პრობლემა იყო გაცხადდა ეგრევე ყველაფერი მეც მივესალმები მაყურებელს შენ ერთი კვირის წინ დაწერე ჩემპიონთა ლიგის და ჯერის ჩემპიონთა ლიგის მithunes ბოლო ტურის გამოცნობა ძალიან რთულია კაცი ვერ გაიგებს და აგერ ვნახეთ რა ები მოხდა და მეორე ნაპოლი ჩელსიში როგორ არ უნდა ყოფილიყო ბარათები რა თამაში იყო მაგრამ ვნახე რომ ტურპენიდან შესწრაჯად ხელი ჩავიქნიე ხელი მაგრამ საინტერესო დღე იყო ძალიან მოგესალმებით ჩემო კარგებო ოპერაციული და დღე იყო საინტერესო სენსაციებიც ჰქონდა ჩვენ ყველანაირი ცალკე ხელბურთში, ცალკე ჩემპიონთა ლიგაზე და მოკლედ ბევრი საფიქრალის გაგვიხდა მე მგონი, იმიტომ რომ რაღაც ამოვარდა რაღაცა რიტმიდან. ხო და ერთი რამ მინდა ახლა გითხრათ კიდე რომ წინ გვაქვს თებერვალი, ხო? თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი თვე ამ წლის განმავლობაში, იმიტომ რომ დედამიწა უბრალოდშია, ზისდამთავარი დაბნელებები გვაქვს და ტრადიციულად როცა ესეთი რაღაც ხდება ენერგეტიკა უარყოფითია დედამიწას, ძალიან მაღალია ტრავმების, ძალიან მაღალია ჩხუბების, კონფლიქტების, გაძევებების, ემოციური კონფლიქტების ალბათობა. ეს ამიტომ ყოველ შემთხვევაში თუ რაღაც კიდე სკანდალური ინფორმაცია იქნა და რაღაცა ისეთი არ ეკვირო, ცავსებით მოსალოდნელი. აი კვარას ტრავმა მაგალითად. აი ესეც ზიანება, იქ ალბათ ამერიკა ირანს დაარტყამს. სხვა პოდკასტი. ამორიც არა, მართლა გეუბნები, პოლიტიკური, ეკონომიკური, სპორტული, ყველა კუთხეს ეხება, ეს ყველა საკითხს ეხება. ამიტომ ყველაფერში მოსალოდნელია, მე აღნიშნე ეს სადღაც უკვე 25-დან დაიწყო ეს პროცესი, მაგრამ უფრო მეტად კიდე გაზრდიდება აი თებერვალში ნახევრით 20-მდე. დამამშვიდეთ რომ მერწყულებს მაინც ყველაზე ვაითარ. არა, მერწყულებს კი, მაგრამ არა მერწყულია შემოკარგო და გადაემართა ხო ნახეთ, ორე ისე თქვენ რომ ახლა ყველაზე უკეთესად ხართ კი, იმედი იქონიოთ რომ მალე გამოვა. მეც მაქვს მაგის იმედი. ხო, ჯერ არ ვიცით სამწუხაროდ, კვარა რამდენი ხნით იუქმებს, იმედია დიდი ხნით არა, მაგრამ მძიმე ტრავმა ჩანდა, ლუის ენრიკემაც აღნიშნა რომ მარტივი არ იქნებაო. იმედი დავიდეოს რომ დიდი ხანი არ გაუცდება, ყველა სამწუხარო ამბავი იყო. რეალზე ვთქვათ 1-2 სიტყვა ისეთი თამაში დაუჟზე შაშან მახსოვრება მაყურებელს ბენფიკა ბარსელონა როგორი თამაში იყო ის სასწაულები რომ მოხდა მე მიმყავდა სხვა შორის მაშინ ჯერ კიდე კომენტატორი ვიყავი ეგ თამაში მიმყავდა 5-4 ბარსელონა ხო 5-4-დან აი დრამა იყო და ეხლა გუშინ მეკარის მესამე მეკარი გახდა ტრუბინი რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა ცოტა ხნის წინ რამდენიმე 2 წლის წინ იქ პროვედელმა გაუტანა ატლეტიკოს გვახსოვს და ადრე იყო კიდე ერთი შემთხვევა ეგეთი და ბენფიკა შეძურა გოლების ბალანსით პლეი-ინში შეძურა და რეალი ჩამოუშვა ისევ იმ პლეი-ინში კიდე ერთ თუ დაეჯახდნენ და მე მოურინიომ კიდე გული თუ მოიფხანა ეგ იქნება ყველაზე და ისე ვარ შორის რო იცოდეთ თქვენ ეხლა ყველაზე მეტად რომელ ზოდიაქოს ნიშანს უჭირს ყველაზე რთული პერიოდი აქვს თევზებს დაახლოებით 15-20-მდე მადრიდის რეალი თევზების ზოდიაქოთია დაავადებული საინტერესო ანუ გუშინ მოსალოდნელი ამბავი ყოფილა ეგ მაგათი წაგება საერთოდ ყველა ეხლა გინდა ნებისმიერ სპორტი აიღო თუ თევზები იქნება დიდი შანსია წააგოს მართლა კი იმიტომ რომ ეს ის ვარიანტია დვალიშვილზე რას ვთქვით იმასაც ჰქონდა მაშინ ის პერიოდი რომ თხის კაცვის იყო ცუდი ზონა და ეხლა ეს ზონა არის ძალიან ცუდი თევზები დღეს რამდენი რამე უნდა გავშიფრო ესე იგი ხო და აი ტრამულია ტრამურჭა დვალიშვილი ვახსენეთ და ბატონი მიხეილის აზრია UFC-ს ივენთია მოახლოებული და თელ სოფლიოში საქართველოში განსაკუთრებით მე მგონი სპორტის მოყვარული ადამიანი არ დარჩა ვინც UFC-ს ივენთებს არ უყურებს ხოლმე და ქართველი არ ჩხუბობს, მაგრამ ძალიან საინტერესო კარდია, კარგი ჩხუბებია იქ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ორთაბრძოლა დიეგო ლოპესთან და ვისაუბროთ სამუ
გამორჩეულ დაპირისპირებაზე უკა რა სიტყვი მე მაინტერესებს მე ვაპირებ ამ ქართს ვუყურო და მაინტერესებს მონაცემები გვაქვს ხო მონაცემები გვაქვს ალბათ დავიწყოთ მაგ ჭუბით საჩემპიონო ჭუბით ვოლკანოვსკი ლოპესი ვოლკანოვსკი იცავს კამარს მეორე ხდება დიეგო ლოპეს პირველ საჩემპიონო ბრძოლაში დაამარცხა მაგრამ ეხლა იმდენად დიდ ფავორიტად არ არის ფავორიტი არის ვოლკანოვსკი მაგრამ დიდი ფავორიტი არ არის და ეხლა გეტყვით ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაბადებულია 1988 წლის 29 სექტემბერს სასწორი მისი მეტოქე დიეგო ლოპესი 1994 წლის 30 დეკემბერს სასწორი ესე გეჯახება შემოკარგებო თხის გასკოცო ძალიან საინტერესო ამბავია სასწორი მე ვთვლი რომ მაინც სასწორს აქვს მეტად კარგლაში ხელში მეტად მოიგებს სასწორი იმიტომ რომ ახლა მათი ენერგოტონუსი მათ ლუჯანზე მოდიან ილბალი მათ ხარის არის ხის გას ახლა პირიქით იმუნიტეტი ეცემა ვოლკანოვსკი მოვინიშნოთ აქ მე ესე ვფიქრობ კი ბატონო ბატონ მიხელის ბილეთი ახლა შედგება აქ ერთი ვოლკანოვსკი გვაქვს ძალიან საინტერესო ჭუბი უნდა იყოს ეგეთი მაურისიო რუფი და რაფაელ ფიზიევი მაურისიო რუფი დაბადებული არის 96 წლის 17 ივნისს და მისი მეტოქე აზერბაიჯანელი რაფაელ ფიზიევი 1993 წლის 5 მარტს ანუ ივნისში თევზები აგერე ბატონო 5 მარტს არის თევზები ასე რომ მე ვფიქრობ რომ მან გაუჭირდება ხა რაღაც ისეთი განსაკუთრებული მომზადება თუ არა მათ შორის ფსიქოლოგიური და ასე შემდგომ ძალიან გაუჭირდება იმიტომ რომ ფიზიკა უკვე სუსტდება ახლა ფიზიკური მდგომარეობა აღდგენა და ხარჯული ენერგიისა თევზებთან ახლა ორჯერ უფრო მეტ დროს მოითხოვს. აი რაც მოვიდა თვალში ზუსტად. უფრო დაიღალა უფრო ადრე რატო? იმიტომ რომ აღდგენა ხდება ძალიან ნელა. აი სხვა პერიოდში მაგალითად როცა კარგი პერიოდია, აღდგენა თუ ხდება წამებში, ეხლა შეიძლება დაჭირდეს 2 წუთი, 3 წუთი რომ იგივე ენერგია აღდგეს და ბრძოლის დროს ეს ძალიან ჩანს. ანუ აქ იგებს მარტ რუფი არის ისე ფაქტორი ერთი რამ კარგი უნდა ვახსენო რა მე მგონი პირველად მოხდა ქართული სპორტის ისტორიაში მე კარგად ვიცნობ ანა აველაძეს ჩვენი კოუჩი ფსიქოლოგი და პირველად ხელბურთელთა ნაკრებმა წაიყვანა შვედეთში და იქ უტარებს ესე იგი ტრენინგებს ჩვენს ხელბურთელებს ძალიან სასიამოვნო რამ არის ჩვენ კარგავით რომ მე არ მახსოვს ესეთი რამ არც ერთ სპორტში და პირველად ეს ხელბურთელებმა გააკეთეს და ძალიან სასიამოვნოა და იმედია რომ მომავალშიც კიდე იმიტომ რომ ასტროლოგისაც დაამატებენ ნუ ასტროლოგია არ არის აუცილებელი არა ისე კარგი იქნება რომ რაღაცეები გაითვალოს მაგრამ ფსიქოლოგიის უმაგას ვიძახდი ქართველი შეიძლება ფსიქოლოგი იმიტომ რომ ერთი პატარა თუ გაფუჭი და მე საერთოდ არ დავშვის ხო, არა, კარგი პრეცედენტია, მაგაზე სულ არის ლაპარაკი, რომ ფსიქოლოგი აკლია ქართულ სპორტს. და კოუჩები რასაკეთებენ, ეს იმდენად ფლატ ფსიქოლოგი არ არის, კოუჩები არის მოტივატორები. რა ჭირდება სპორტს, მოტივაცია. აი ამას ეკეთებენ. კარგი, ესე იგი მოვნიშნეთ ვოლკანოვსკი და ფიზიევი და მესამე არა, ფიზიევმა უნდა წააგოს. ფიზიევმა უნდა წააგოს? ფიზიევი არ არის მარტში დაბადებული? ხო. პირიქით, მაურისიო რუფი, ანუ კი ბატონო. გოდიში, ჩემი ბრალი. აი ლუკაში ამჩნია შენ. კი, ანუ ვოლკანოვსკი და რუფი იგებენ, მაყურებლისთვის ვამბობ და მესამე ჭუბი დენ ჰუკერი, ბენუა სენდენი. დენ ჰუკერი დაბადებული 90 წლის 13 თებერვალს და ბენუა სენდენი დაბადებული 95 წლის 18 დეკემბერს. ხო, აქ დაახლოებით თანაბარია ბრძოლები, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია რომ 13 თებერვალს, ანუ მერწყულს მაინც ცოტა მეტი შანსებია მოგებისა. თუმცა ახლა ის ფილდოსანია და არაფერს არ დააკლებს. აი აქ იქნება ძალიან ბრძოლა სერიოზული რა. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა. ნახოთ, ნუ აქ მოვნიშნოთ რომ ფავორიტია გიორგი. ამ ბოლო ბრძოლაში სენდენი არის გამოკვეთილი ფავორიტი. მაშინ მან დიდი კოეფიციენტის დაჭერა შეიძლება ჩვენი პროგნოზებით. მაშინ ნახოთ. კარგი, ეს იყო რაც მაინტერესებდა, მაყურებელი გაითვალისწინებს ალბათ და ნახოთ რა და როგორ მოხდება შაბათს ღამე, გველოდება ეს საინტერესო. შენ ხო არაფერია ფაქედან რაღაცების. ერთ ბრძოლას ავიღებ, ოღონდ შედეგს არა. სხვა თუ მინდა დავიწყეთ ბარემ რა ხან შევეხეთ. როგორც გინდა. ხო, მაშინ მე აგერ საჩემპიონო ჭუბია ვოლკანოვსკი დიეგო ლოპესი, არ მგონია რომ რამე განსაკუთრებულად შეიცვალა იმ ბოლო ჭუბიდან. რამდენიმე თვის წინ იყო, ბოლოს ერთმანეთთან იჭუბეს და ისევ ერთმანეთს აჭუბებენ. იქ იყო 5 რაუნდი, მოგეხსენებათ რომ საჩემპიონო ჭუბები არის 5 რაუნდიანი, დანარჩენი 3 რაუნდიანი.
კონტრაუნდიანი ჭკუბი იყო და ვადაზე ადრე არ დასრულდა. ანუ 5-ვე რაუნდი იჭყუბეს და ქულებით, საჯების გადაწყვეტილებით მოიგო ვოლკანოვსკი. მე ჭვება რომ რამე განსაკუთრებულად შეიცვალოს, დიეგო ლოპესი კი არის საკმაოდ არ შეიძლება გიორგი რუან ტაქტიკა შეცვალონ ან რაღაცა მომზადების სტილი წაგებული მებრძოლი ყოველთვის ცვლის მეორე ჭუბამდე ხო ტაქტიკას და პრინციპში დიეგო ლოპესის შანსიც ეგ არის რომ ერთი კარგად მოარტყას და დაანოკაუტოს ვოლკანოვსკი პირობითად, მაგრამ მაინც ცოტა მეეჭვება რომ ეგ მოხდეს და ნუ ამბობ იმას რომ ამ ჭუბში მინიმუმ 4 რაუნდი იქნება. ანუ 3 ნახევარზე მეტი რაუნდი, რასაც 1.62-ია კოეფიციენტი. ანუ 5 არ იქნება? კი, ანუ 5-იც თუ იქნება, მაწყობს უკვე. 5-საც 4 ნახევარზე მეტსაც ვიტყოდი, მაგრამ კოეფიციენტში დიდი განსხვავება არ არის. 3 რაუნდს თუ გასცენ, მე-4-ში რო დასრულდეს, უკვე ძალიან ცოტა შანსია მაგისი, მაგრამ ჩემი პროგნოზი არის რომ ამ ბრძოლაში მე-4 რაუნდი დაიწყება. ანუ მესამე რაუნდს გაცდებიან ისე რომ ფინიში თუ ერთ-ერთი ვერ მოიგებს. ეგ არის ჩემი პირველი პროგნოზი უკვე. ხო, მშვენიერია, საერთოდ ვახსენოთ რომ ავსტრალიის ღია პირველობა გრძელდება. დაშვება სინერი. სინერი შეხვდება ნოვაკ ჯოკოვიჩს. ოჰო, რა ბრძოლა იქნება. ხო და ნოვაკი ჯვარცდები მერწყულია. ნოვაკი გავარდნილი იყო ფაქტობრივად და უბრალოდ დაშავდა მისი მეთოდე. ორი სეტი ქონდა წაგებული და მესამეში მუზეტიმ ტრავმა მიიღო და ჩაესწნა. სიღრმავია. ამიტომ მერწყულია და მისთვის სიღრმლიანი პერიოდია. ახლა იმანას თუ კი სერიფი ხან სინერმა მაშინ შეიძლება, მაგრამ ისე თამაშით ალბათ გამორიცხულია. ალბათ გამორიცხულია. კარგი, მე მაშინ ფეხბურთზე გადავალ და ამ უქმეებზე ხან ჩემთვის ძალიან საინტერესო მატჩი არის. არა, მაგრამ ის მაინც არ თქვით, ვინ არის გამარჯვებული, ვინ იქნება? ავსტრალიის ვფიქრობ ალკარას. ალბათ რა ვიცი. ნუ სინერი ალკარას ფინალი იქნება, ალკარასი ზუერევს ხდება და მოუგებს და სინერი ეს გაცემა რომ დაიდება ეგ შედეგები ეწოდინება უკვე მაყურებელს, იმიტომ რომ გამთენიისას არის ხვალ ანუ უკვე ეწოდინება გაცემა რომ ეთერში გავა რა იქნება. ხო, მე ვფიქრობ რომ სინერი და ალკარასი თავის ნახევარფინალში ფინალი როდის არის? ფინალი არის კვირას. პირას? კი ბატონო. თუ მე ხა თუ არ ვწდები ალკარასი, მე მგონი კურვა შეიძლება ვწდები, მაგრამ თუ კურვა ალკარასი და სინერი თუ გავიდნენ, ალკარასი დააგებს. იმიტომ რომ ეხლა კუროს ცუდი პერიოდია. სინერი გამარჯვებულია უკვე ავსტრალიის ღია პირველობა. იმ შემთხვევაში წააგებს. ალკარასი არის გეტყვით ახლავე 5 მაისი. კურვა. ამიტომ სავსებით მოსაუბრნელია რომ ფინალი წააგოს სამწუხაროდ. აბა სინერიც ვნახოთ. არა, ისედაც ეხლა რა პირველი მეორე ჩოგნები არიან და სინერი 16 აგვისტო. ლომე ახლა უფრო მეტად ესეთ კარგ ფორმაშია და საინტერესოა. რომდგრადია, აბა ნახოთ, ეგეც ნახოთ. ჯერ გავიდნენ ფინალში. ხო, დავისწავოთ. ჩვენ ცოტა გავხსნათ. მე წავედი ნიდერლანდების ჩემპიონატში, სადაც იქნება ალბათ ტურის და მთლიანი ჩემპიონატის მთავარი მატჩი. პირველ მეორე ადგილზე მყოფი გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს, PSV Feyenoordზეა საუბარი. დანიშნეს ბასნი ჰუისი. ტურპენის ვარიანტი, თორემ წელს მაინც ბარათებს იღებს, ისეთი არ არის როგორც ადრე, მაგრამ ჯარიმებს არ დებს ეგ კაცი. ამიტომ შესაბამისად მე ვივარაუდებ, რომ PSV გავარდა მიუნხენის ბაიერნთან ლიგაზე, ნახეთ ალბათ რანაირი მატჩი იყო, ქონდა შანსები, მაგრამ ვერ გამოიყენა და შესაბამისად მთელი ყურადღება ჩემპიონატისკენ ბევრი გოლი. ძალიან ბევრი გოლი მოუგებს კიდევ. მეც მგონია, მოუგებს, მაგრამ ფორმაშია რა. მოდი მე მაინც ავიღებ აქაც რო 4 გოლი მინიმუმ. კი ბატონო, 3 ნახევარზე მეტი გოლი PSV Feyenoord. აი, ვერ წარმომიდგენია დაღლილმა გრანდებმა ნიდერლანდების ჩემპიონატის ერთმანეთში თამაშზე დაცვაზე აწონ თამაში. აი, ფიზიკურად წარმოვიდგენია. ანუ პრინციპში Feyenoord's მაინც უფრო ცოტა დრო იქნება დასასრულებლად. არა, ისე იცი რა, მე რასაც ვარკვევები, იგივე ეს ნიდერლანდების ფეხბურთი არის სულად ყუილი, უფრო თავისუფალ შემტევ სტილზე. იქ მე გუნდი არ მახსოვს, რომელიც დახმარებული ისტორია შეთანხმდნენ ერთმანეთში გუნდები. ეს ისტორიული ამბავია. ისტორიული ამბავია 90-იანების საშინელი ფეხბურთი იყო, არ უტევდნენ არაფერი არ ხდებოდა. შეთანხმდნენ რომ თამაშობთ სამი ფორვარდით. ყველა გუნდი და რო გამოდის თქვა სიტყვაზე ბრენდა რაღაც ბოლო ადგილზე მყოფი PSV-ს წინააღმდეგ მაინც სამი ფორვარდით თამაშობს და საყურებელი გახსოვს საინტერესოა მაგარია დაცვაში არ ზიან თამაში არის გაშლილი ისეთი აი ლამი რა ხო გიმონებაზე არ დაობე ზოგს ის ჭადრაკი უყვარს მაგრამ მე ფეხბურთში მეგონს გოლი რა შეიძლება ახლა კლასი აკლია ბევრ გუნდს მაგრამ თამაში მაინც ლამი როა საინტერესო სანახავია საყურებელთ უკეთესია
ფეხბურთს არ შევეხები დღევანდელ გადაცემაში. ამჯერად ჭუბებიდან წავალ კალათბურთში, სადაც პარასკევს აღამოს არის ევროლიგის თამაშები. მე გულშემატკივრობ ჟალგირის. რა საინტერესოა. მომწონს რაღაცა ის შედარებით, ლიეტუვაში პატარა საკალათბურთო გუნდი არსებობს, მაგრამ ცხოვრება იქ, მაგრამ ევროლიგის პირობებში მაინც ჟალგირის იმდენ დიდარი გუნდი არ არის, სხვა ბევრად დიდარი გუნდები არიან და ყოველთვის მინდა ხოლმე რომ მით უმეტეს ისტორიული გუნდია ეხლა. შენ ისევე პაულაუსკასი გახსოვს? რა მაჯაკს უნდა და რა მოთამაშე არ მახსოვს და რაც მარჩილიონისი და არ მახსოვს ხომ ის მარჩილიონისი ეს მარჩილიონისი სტატიბაში თამაშობდა რამდენად კი არა უბრალოდ ლიდერებზე ვარ გალგერისი იოვაიში იყო ფანტასტიკური ხომიჩუსი ესენი ფანტასტიკური გუნდი და ახლა საბონიზე რო არ თქვა და შეიძლება ხო საბონისი ვარსკვლავი მთავარი არ ვიდა რომ პატარა ვიყავი ძალიან და მახსოვს შავ-თეთრი ტელევიზორი ეს და სუპერფინალის მატჩზე სიცხე მომიწია ისევ გულშემატკივრობის ჟალგირი იმიტომ CSKA-თან მაგარი ჯახი იყო თუ არ და უბრალოდ დამამახსოვდა იმიტომ რომ მაღალმა სიცხე მომიწია და მამაჩემი რა კარგად გახსოვს ხარ შენ ია რამდენი წელი იყავი მაშინ პატარა ვიქნებოდი მაგარი იყო ეგ აგინა გახსოვს ასეა თუ ისე მახსოვს კარგად იმიტომ რომ ცუდად გავხდი გულშემატკივრობა იქით კაჩენკო ეყოლებოდა CSKA-ს და იყო ეს საბონდის კაჩენკოს ჯახი ფანტასტიკა იყო რა აგარი იყო და ამდენი ვისაუბრეთ ამ ჟალგირისზე და ნუ ახსნა ის არის რომ ბასკონიას თითქმის შანსი აღარ აქვს რომ პლეი-ოფში შეძლოს პლეი-ინში ჟალგირის რაც შეეხება არიან საპლეი-ოფ ზონაში ვილნიუსშია თამაში არა იქ არის ესპანეთშია თუმცა ხო აქ ევროლიგა როგორი ტურნირია იცით რომ ძალიან უჭირთ გუნდებს სტუმრად მოგება თუ რამდენიმე ძალიან სუსტი გუნდია ვისთანაც აი მეტყვი მკითხე ხოლმე ხო თანაბარ გუნდებში სტუმრად მოგება არის ურთულესი მაგრამ ამ სეზონში ჟალგირისი სტუმრად იგებს თამაშებს დადებით ბალანსია 7 თამაში აქვს სტუმრად მოგებული 6 წაგებული ეგ ევროლიგა ძალიან კარგი პროცენტი არის და რადგან ჟალგირის ამ სეზონში სტუმრად თამაში გამოსდის რადგან ბასკონიას დიდად აღარ ჭირდება იმიტომ რომ რამდენი უნდა მოიგოს დიდი ჩამორჩენა აქვს და პლეი-ოფში მაინც ვეღარ გავა ჟალგირის კი ძალიან ჭირდება ეს თამაში ვარაუდებ რომ ისედაც უკეთესი გუნდია ვარაუდებ რომ ჟალგირის ბასკონიას სტუმრად მოუგებს ორიანი 1.85 კოეფიციენტი კარგი მიგნება იცის გიორგი არა საინტერესოა ხა ჟალგირისი მიყვარს ევროლიგა იშვიათ არა ხო მაგრამ ხა შენ შეიძლება გეთქვა მადრიდის რეალი მონაკო გეთქვა რაღაცა ბერძნული ეს გუნდები მაგრამ ჟალგირისი საინტერესოა მე წავედი ბელგიის ჩემპიონატში არის ესეთი მატჩი ლევენი მეხელენი ვიღებ რატო ამ შეხვედრას ჯერ ერთი ნორმალურ რაოდენობას იძლევია პარათების, სადაც შეგვიძლია 4 ნახევარი არის მშვენიერი რაოდენობა, კარგი კოეფიციენტით. ვიზერი თუ ვაიზერი, როგორი კითხება ამ კაცს გვარი, ზუსტად არ ვიცი არის ამ შეხვედრის მთავარი არბიტრი და ერთმანეთში რო გადაავლოთ, რას უშვებიან ერთმანეთს, თვალე რო გადაავლოთ, ხო? მიხვდებით, რომ დიდად ერთმანეთზე არ გიждდებიან, რბილად რომ ვთქვათ. მაგალითად, პირველ წრის დაპირისპირებაში იყო 9 ბარათი. ხო და იყო ვანდამი, რომელიც არ არის ეს კარგი ვანდამი არის ეს. ხო და ეხლა პლუს ამას უმაგრებს კიდე ამას, ხო? რომ მეხელენი არის მე-6 ადგილზე. არის საჩემპიონო პლეი-ოფის ზონაში, მაგრამ ქვევით მოყვება იქ შარლეურვა სტანდარტი და ასე შემდეგ. მძიმე მდგომარეობა ის პირიქით ვარდება ლეოვენი 21 ქულა აქვს და არის წყლის ქვედა ნაწილში სახლში თამაშობს უფრო სუსტი და მოკლედ ყველაფერი ეს გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს შესაძლებლობას რომ უნდა წამოვიდეს ეს ფლანდრია ვალონის ჯახი ხო არ არის? აი ეგ აღარ ვიცი. ეგ არის და იმიტომ რომ თუ აქ ამათ შორის მიდით, მან 3%-ს თქომია. შეიძლება რა დერბი არის ხო? პატარა ქვეყანა არის რომ იქ რაღაცა დერბი ზოგადად არ გამოდის თანაქალაქები. კი, ფლანდრია სტანდარტი და ანდერლეხტი რომ თამაში, აი ეგ არის ფლანდრია ვალონის ჯახი. სიდიდე ამბებია მაგაზე. ავიღოთ ამის ბევრი ბარათი, ეს იქნება ჩემი მეორე პროგნოზი. კი ბატონო და ჩემი მესამე, მოდი ფრენბურთს დავწერ თურქეთის ჩემპიონატი, რამდენჯერმე დაწერილი მაქვს. ეგეთი თამაშია ბეშიქტაში არასკარგოში ვილაპარაკეთ იმ დღესაც არის ქართველი ანა კალანდაძე.
უკეთესი გუნდი არის არასკარგო ამ ეტაპზე, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს ბეშიქტაშიც რაღაცას დაემსგავსა და წარმოუდგენელი მგონია, რომ ეს თამაში რომელიმე გუნდმა მოიგოს 3-0. იმიტომ რომ თან სტამბულშია, შეიძლება არასკარგო უკეთესი გუნდი, მაგრამ ბეშიქტაში მასპინძელია, დიდი ბრძოლა უნდა იყოს, ორივე სჭირდება ეს თამაში და მე ვფიქრობ, რომ აქ მინიმუმ 4 და მგონია რომ 5 სეტიც უნდა იყოს, შესაბამისად დავწერე რომ აქ იქნება ქულების მეტი, გამოიტანენ ალბათ სადღაც 118, 119 ეგრე იქნება და მაგაზე მეტი ქულა წამოვა ამ შეხვედრაში ეგრე მგონია. ეს არის ჩემი მესამე პროგნოზი. ძალიან კარგი. და მე ლიგა 1 შევეხები ბოლოს არასდროს დამიწერია მე მგონი რაც ეს გადაცემა დავიწყეთ Paris Saint-Germain-ის პროგნოზი, მაგრამ ახლა დავწერო Strasbourg-ი Paris Saint-Germain-ია პირველი წლის მატჩი ძალიან პირველი წრის მატჩი იყო ფანტასტიკა ის 3-3 დახოცეს ერთმანეთი და ზოგადად სანამ ასეთ დონემდე ავიდოდა სტრასბურგი მანამდეც საკმაოდ უგოლიან მატჩებს თამაშობდა პარიზელებთან. კი, ვარ არ იქნება, მაგრამ სხვები არიან, ბევრი და მგონია რომ აქ კიც იქნება და ბევრი გოლის გავა რა. მეტი გოლი მგონია. არის როგორი მუშაობს ახლა ფსიქოლოგიურად ლუის ენრიკე, რომ გუნდმა ახლა დაკარგა სერიოზული ქულა. ანუ რაღაც შინაგანი დეპრესიული მომენტები არის. ამიტომ მან თუ არ გუმართა ეს გუნდი ახლა სტრასბურგი არის აი კბენია გუნდი. ძალიან კბენია გუნდი. როდის გაისვრის კაცმა არის და შეიძლება ესეთი რამე შემოგთავაზოს, ყოველთვის ესეთი ის ქონდა რეპუტაცია რა. აი შეიძლება არ ითამაშოს, არ დავარდო, მე ისეთ ფავორიტებს მოუგოს, იცევ ისო რომ ყველა გაღებებული რჩება. პრინციპში ვერ ითამაშა. წინა ტურში თუ არ ვსები ლილს მოუგო 4-1 გასვლაზე, რა ძალიან რთული ამბავია. შემადგენლობაც მშვენიერი ყავს და მაგ სტრასბურგის მწვრთნელზე არის ყოლაპარაკი რომ მანჩესტერს უნდა. გამტანია და გამშვებიც არის. და პარიზელები ზოგ გამტანებიანია რა თქმა უნდა. სელბურგზეც გითხარი 1-2 სიტყვა ნაციონალები გაირკვა. მე რადგან პროგნოზი გავაკეთე ამ ისლანდიაზე, ამიტომ თავს ვიკავებ, თორე რაღაცებს დავდებდი. მაგალითად გეტყვით რომ ხორვატია ტრადიციულად მე ეგეთი ბრძოლის უნარიანი ერი ზოგადად და განსაკუთრებით სათამაშო სახეობებში მეორე არ შემქონია კიდევ ერთხელ დამტკიცდა ნახევარი გუნდი დამტრებულია ნახევარი არ ყავდა აი ყაბილებით მიდიან დუნიაკის სწავლიდა სასწაულია რა არა მე ახლა გაითვალისწინე დიდი ტრადიცია მაგრამ ხელბურთში ახლა ეს იუგოსლავიის ასე ვთქვათ ხელბურთი ყოველთვის იყო ერთ-ერთი მოწმე. მაგრამ აი ფავორიტად დასახელდა სერიოზულ ფავორიტად გერმანია. გასაგები ახლა საფრანგეთს მოუგო. მე არ მგონია რომ აი ეგეთი ფავორიტი იყოს როგორც არის ბუკმეკერების მიერ გამოტანილი. ისევე როგორც ისლანდია დანიასთან ხო რა თქმა უნდა აუთსაიდერის რანგშია, მაგრამ ისლანდია და ყავს რამდენიმე ლეგენდარული ხელბურთელი რომელიც მაგრამ დანი არ გიხსენებია. ну დანია იმდენად ფავორიტია რომ აი რაღაცა უნდა მოიგოს მაგრამ უკვე წააგო პორტუგალიასთან ეს მატჩი და ეს დასკვნითი ნაწილი სად არის დანიაში ანუ შვედეთში აღარ არიან წამოვიდნენ შვედები გავარდნენ კატასტროფა იყო სხვათა შორის ფუძალზეც მინდა რა ვთქვა ერთ-ორი სიტყვა თქვენის ნებართვით ძალიან კარგი შტაბეჭდილება დატოვა ჩვენმა ნაკრებმა ბოლო ორ მატჩში ერთი ფრევი თამაშეთ ხორვატეთთან და საფრანგეთთან წავაგეთ რამდენი მომენტი გქონდა აი ეგ არის რა მომენტებს ვერ იყენებთ ის ბრაზილიელები რო იყვნენ ისინი მომენტებს იყენებდნენ კი აი ესენი ვერ იყენებენ თორემ ფინალობაში დიდი პროგრესია აი ხა 1-2 ბრაზილიელი რო ყავდეს კაცლებით მეც გავიგე კი ლატვიასთან რა ვიცი რა დავარქვა მას უიღბლობა იყო არ უნდა წააგო და სომხეთმა რა ქნა სომხეთი ფუტზალს თამაშობდა საერთოდ არ ვიცოდი და პირველი ორი თამაში მოიგეს ეგრევე გავიდნენ ჯგუფიდან რა ვირანაირ ძნელი ვინ აქვს თუ იცით სომხეთს ვინ მეუწყალე ხوار ჩამოეყარა თუ აშკარად გარდაიცნა გუნდი აშკარად ხელი ვიღაცამ და თამაში არ ვიცოდი არ მახსოვს მოკლედ გაკვრით შევეხეთ თითქმის ყველა სახეობას და ყველაფერს იმედია გამართლდება ჩვენი პროგნოზები თქვენც რაღაცას გამოიყენებთ არ დაგაუცდეთ არხის გამოწერა კომენტარები ლაიქები და დარჩ ჩვენთან ერთად დაელოდეთ შემდეგ დადებითი განწყობა და წარმატებები. რჩევები გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ეს ყველაფერი ამართლებს. პროექტი